ჩვენ რაც გითხრით ის გავაკეთეთ. ვინ გითხრათ რომ ეს? ხელმძღვანელობა დაუპლუსი უნდა გადასულიყავით, იმიტომ გაიხსნა ის სპეციალურად ეს რომ მაყვალა ჩუბინიძე 51 საბავშვო ბაღის დირექტორია. სამსახურიდან დათხოვნის შიშით კამერასთან ღიად არ საუბრობს. ჩვენ მასთან შეხვედრა ისევე როგორც 27 საბავშვო ბაღის დირექტორ ნინო ჩერქეზიშვილთან ფარულად გადავიღეთ. ისინი ადასტურებენ, რომ ბუღალტრული მომსახურებისთვის შეპესე დაუპლუსი რამდენიმე წელია დაიქირავეს. გადაწყვეტილება მითითების საფუძველზე მიიღეს. ვინ გიწერთ ამ მომსახურებას ბაღში? ეს მაინტერესებს. დაუპლუსი. ჩვენი ხელშეკრულებების მოპოვებაც შევძელით, რომელიც დაუპლუსსა და საბავშვო ბაღებს შორის გაფორმდა. ისინი 2010 და 2012 წლებით თარიღდება. 27 ბაღის დირექტორი ნინო ჩერქეზიშვილი გვიყვება, რომ 2010 წელს მერიის საფინანსო სამსახურში დაიბარეს და ბაღის წლიური საფინანსო ანგარიშები მოსთხოვეს. მერიაში ჩვენი დღეს დაგვიბარეს და გითხრეს, რომ წლიური ბალანსები მოიტანეთო და ჩვენ რომ მივიტანეთ ის დაგვიწონეს. საბოლოო ჯამში დაუპლუსის მიერ გაკეთებული სუპერფინის პროგრამაში დამზადებული წლიური ბალანსი მოეწონათ მათ. და მიიღეს და ამ ბალანსი და საფინანსო სამსახურში დაგიბარეს, ხო? დავით ხოსროაშვილი ხელმძღვანელობდა მაშინ ამ სამსახურს. დიახ, მაშინ დავით ხოსროაშვილი ხელმძღვანელობდა და აი გიბარეს რაიონების მიხედვით დირექტორი თავისუფლად ვატრით. 51 ბაღის დირექტორი მაყვალა ჩუბინიძე არ მალავს, რომ შეპესე დაუპლუსი თბილისის მერიის ბაგაბაღების სააგენტოს მითითებით დაიქირავა. ის მერიის საფინანსო სამსახურის უფროს დავით ხოსროაშვილზეც საუბრობს. საიდან იცნობთ ხოსროაშვილს? როგორც ჩვენი ახლა ხელმძღვანელი აწყობილი გვაქვს საბავშვო ყველა ბაღს აწყობილი საქმე. თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი დავით ხოსროაშვილი შეპესე დაუპლუსის მფლობელი და დირექტორია. კომპანიას ხელშეკრულება თბილისის 158 საბავშვო ბაღთან აქვს გაფორმებული. ხოსროაშვილის გვარი სადამფუძნებლო დოკუმენტებში 2011 წლიდან ჩნდება. ამბობს, რომ კომპანია 2010 წლის ბოლოს საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ შეისყიდა. მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი არ უარყოფს, რომ ბაღების ხელმძღვანელებს ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად კერძო აუდიტორული კომპანიების დაქირავება ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას ურჩია. იმიტომ რომ აი თქვენ რომ ამბობთ რომ მე ურჩიებ, თქვენ მაშინ მერის მაღალჩინოს ამზადებთ. ხო ხდებით მარტო ბაღებს კი არ უკავშირდება. მარტო ბაღებს კი არ ურჩიებ, მე ყველას ურჩიებ აბსოლუტურად იმ აიპებს, რომელსაც რეალურად აი ხა დაგეთვალა ხო რამდენი იყო? 3 მილიონი იყო მარტო ბაღების დავარიანება. მე მაშინ ყველას ურჩიებ და ეხლაც ვიტყვი რომ ყველა უნდა გადავიდეს აუთსორსინგზე და აღარ უნდა ყავდეთ და მაინც თქვენ. მე ვიყავი საფინანსო უფროსი. ჩემი საქმე იყო 2011 თუ 12-ში არ მახსოვს წელი ზუსტად ალბათ უფრო 12-ში გამოაცხადა მერიამ ის რა ქვია აუქცია თქია წეგრო თქვა კონკურსი დავით ხოსროაშვილი განმარტავს, რომ მისმა კომპანიამ ყველა საბავშვო ბაღთან ხელშეკრულება 2012 წელს კონკურსში გამარჯვების შემდეგ გააფორმა. თუმცა თბილისის ბაგაბაღების სააგენტოს უფროსი რამა სულამანიძე ასე არ ფიქრობს. კამერის წინ კონკურსზე საუბარს ერიდება. კონკურსი მე აკითხავს მე რატომ ისვავთ? მე ჩემ დროს არ ყოფილა კონკურსი გამოცხადებული. თუმცა ასეთ განცხადებას აკეთებს მაშინ, როცა კამერა გამორთული ჰგონია. კონკურსთან დაკავშირებით მაშინაც არ იყო მაგის ვალდებულება. მაშინ როცა გამოაცხადა ბაღი არის აი და შეუძლია თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. უნდა ვისთანაც უნდა რატომ გააფორმა ყველა საბავშვო ბაღმა ხელშეკრულება მხოლოდ დაუპლუსთან? ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე დაუპლუსის მფლობელს და მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს დავით ხოსროაშვილს კორუფციული სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს. 158 ბაღის გამგე დათანხმდა ამ გარიგებას, კორუფციულ გარიგებას და იხდიდა დამატებით 250 ლარს. დღესაც იხდიან. კი ბატონო. 5 წლის განმავლობაში რამოდენიმე მილიონი ლარი არის გადასული სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეპესე დაუპლუსში. კორუფციულ სქემაზე საუბრობს იურისტი ირაკლი კერესელიძეც. ამ კომპანიასთან ასოცირებული არის მერიის ყოფილი თანამშრომელი თუ თანამშრომლები წინაპირობას ქმნის იმისათვის, რომ საგანძიებო ორგანოებმა სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარონ. თბილისის საბავშვო ბაღებს ბუღალტრული მომსახურებისთვის კერძო კომპანიების დაქირავების უფლება 2010 წლის 12 მარტს მისცეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეფორმის განხორციელების შესახებ თბილისის მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელს გიგი უგულავა აწერს.